ყოველთვის გახსოვდეს უმძიმესი ტანჯვანი ტანჯულთა, რათა შენზე დაშვებული მცირე განსაცდელებისა და ტკივილების გამო ღვთისადმი მადლიერება არ მოგაკლდეს და სიხარულით შეძლო მათი გადატანა. ხშირად მithქვავს თქვენთვის, როცა მოდიხარ, მოდის ადამიანი წუწუნებს. აი წუწუნი საერთოდ არაქრისტიანული ფენომენია, არასოდეს არ უნდა წუწუნებდეს ქრისტიანი. და წუწუნებს, დრდვინავს ამ დროს. ეხლა ჩემთან ხო მარტო ის არ მოდის, სხვაებიც მოდიან და მართლა ენით გამოუთქმელი განსაცდელებით რომ მოსულან ადამიანები, არა ერთი და ორი, მაგრამ არა ხშირად მოდიან მოწუწუნენი, მაგრამ არა ერთი და ორი ადამიანი რომ მოსულა. ისეთი განსაცდელებით რომ ესე იგი სათქმელათაც კი რთულია. და მე მინდა გითხრათ, საოცარი რა ეხლა უცებ დავფიქრდი აი ამ წუთში, რომ გამახსენდა ხო ის ადამიანები, რომლებიც ისეთი საშინელი ტკივილებით მოვიდნენ, რომ მე ხმა ჩამივარდება ხოლმე, არ ვიცი რა უთხრა, სანუგეშოდ სიტყვა არ არსებობს. ესეთი ადამიანები არ წუწუნებენ. რაღაც ესეთი სიმტკიცე აქვს, შინაგანი, საშინელი, მადლის არც ღმერთს გმობენ, რაც მე მაგალითები ვიცი. პირიქით, ღვთისაკენ იყურებიან, უფრო გუმხურალეთ, მტკიცეთ, შეუძვრელად, კლდეები ვითხდებიან. ამ დროს რაღაცა პატარა რაღაცაზე მოდის და წუწუნებს ადამიანს. როცა შენ იწყებ წუწუნს, გაიხსენე, რომ რა საშინელი განსაცდელები არსებობს, რა საშინელი ტანჯული მდგომარეობები არსებობს სხვადასხვა ადამიანებში და გაგიხარდეს, რომ შენ ეს არა გაქვს და მადლიერი იყავი ღმერთისა.